30 აგვისტოს თამას სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი ბოლნისის სიონსა და ქობულეთის შუქურას შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. მასპინძელთათვის ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ სიონმა ეროვნული ჩემპიონატის მატჩი პირველად გამართა საკუთარ კედლებში და გულშემატკივრებიც გაახარა. შეხვედრის პირველი ნაწილი მეტნაკლებად მაღალ ტემპში წარიმართა. გუნდებმა რამდენჯერმე გაცვალეს სახიფათო მომენტები, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმი ბოლნისელი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო. 79 წუთზე პირველი გოლი მეტოქის კარში დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, რასაც ოთარ კობერიძის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა. ხარულები ვართ, რომ ბოლნისში დაბრუნდა დიდი ფეხბურთი, იმიტომ რომ აქ წლების მანძილზე ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრები იმართებოდა, საქართველოს ჩემპიონი გვყავს და შესაბამისად თავის დროზე ნამდვილად იმსახურებენ ბოლნისელი გულშემატკივრები, რომელიც გამორჩეულები არიან მთელ საქართველოში, რომ საშინაო არენაზე ჩატარდეს ასპარეზობა და მივესალმები ამ მოვლენას. ძალიან კარგია, რომ საფეხბურთო ცხოვრება დაუბრუნდა ქალაქ ბოლნისში. საკმაოდ საინტერესო დაძაბული თამაში გახდათ. მე მინდა პირველ რიგში მივულოცო ბოლნისის სიონის ყველა ფეხბურთელს, მის მწვრთნელებს, დღევანდელი გამარჯვება და უსურო მომავალი წარმატებები. გუნდმა ძალიან დამსახურებულად გაიმარჯვა, იყო რთული მომენტები, თუმცა გაუძლო და თავის დროს ელოდებოდა და მთლიანობაში ვთვლი, რომ უნდა მოეგოთ. სამი ტურის შემდეგ სიონს 7 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს ცხრილში. სულ კი ბოლნისელებს 5 წაუგებელი შეხვედრა დაუგროვდათ. მომდევნო ტურს სიონი ქუთაისის საპოვნელას წინააღმდეგ 12 სექტემბერს გამართავს. სიონისა და შუქურას დაპირისპირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ესწრებოდნენ. პირველ რიგში მინდა მიულოცო კლუბ ბოლნისის სიონს დღევანდელი გამარჯვება, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ის, რომ კლუბმა მოახერხა 3 წლის შემდეგ რომ საკუთარ მოედანზე ეთამაშა, რაც როგორც კლუბისთვის მნიშვნელოვანია, ასევე ქალაქისთვის, რეგიონისთვის მთლიანად და საერთოდ საფეხბურთო სამყაროსთვის. მესამე წელია გუნდი არ ყოფილა ამ მინდორზე. ჩამოვედით და პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ რა, გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი, სატურნირო ცხრილშიც გავაუმჯობესეთ მდგომარეობა. რავი, ჯერჯერობით ხვერტის წყალობით წაუგებლად მივდივართ და ნახოთ რა, თუ ესე გავაგრძელეთ, უფრო და უფრო წინ გავიწევთ.